რა იყო თქვენ ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც საკუთარ თავთან არ აღიარეთ? მაგრამ იცოდით რომ შესაძლოა იყო. ისეთ კარგ პასუხს გაგცემდათ ჩემი მეუღლემ. საკუთარ თავთან საერთოდ არ ქონიათ ისე რომ რა მინდოდა? აი მართლა ვერ ვხსნი. აი ახლაც კი ხელის გულები აი გამიოფლიან და თქვენი აზრით რატო არ გაამართლა შუაქალაქმა 10 წლის შემდეგ? თქვენ ასე ფიქრობთ რომ არ გაამართლა? იმასთან შედარებით კი. ქედმაღალი ვარ? რა ვიცი, ხო. გულწრფელი. მე მაინტერესებს თქვენი top 5 გმირი შუაქალაქიდან მიიქნებოდა. დუმილის უფლება არ მაქვს? მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი კვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია თათული ედიშერაშვილი. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ დღეს გვესტუმრე. მადლობა თქვენს. გადავიდეთ პირდაპირ კითხვებზე, ტემპში დავიწყეთ. კი ბატონო. რა არის ის, რისი გაკეთებაც გინდოდათ და დღემდე ვერ გააკეთეთ? ძალიან ზოგად საკაცობრიო კითხვაა. რისი გაკეთებაც მინდა საბედნიეროდ მაქვს ის უნარი, რომ ძალიან მიზანდასახული ვარ. ხო შეიძლება ვრცელი საუბრები, იმიტომ რომ ისეთ ტემპში დაიწყეთ ინტერვიუ, რომ ვიფიქრე, რომ ბლიცი ხო არ არის თქო და მოკლედ ხო არ გიპასუხოთ. ძალიან მიზანდასახული ვარ, საკმაოდ. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. არ არსებობს მიზანი დავისახო და მიზნების დასახვაც ვიცი ძალიან სწორად და ლოგიკურად. გამომდინარე იქიდან რა შესაძლებლობები მაქვს, რა სურვილები და როგორ ხედავ ამას პერსპექტივაში. ანუ ძირითადად ოცნებები არ მიყვარს, უფრო გეგმავ ხოლმე. ხო, და დღემდე არ არსებობს ალბათ რაღაცა ისეთია, რაც ახლა არ მახსენდება, აი აბსოლუტური გულწრფელობით გპასუხობთ. რამე დამესახოს მიზნად და არ გამეკეთებინოს. თუმცა კიდევ მაქვს მიზნები, რა თქმა უნდა. რისიც მჯერა რომ აუცილებლად გამოვა ჩემი ბევრი შრომით, ბევრი წინააღმდეგობებით, როგორც ხდება, როგორც წესია და მე ამას შეგუებული ვარ და ეს ძალიან ნორმალურია და საინტერესოც არის და მე უფრო ტკბილია ხოლმე შედეგი. რასაც ახლა ვერ გავაჟღერებ და აი შემდეგ 2 წლის მერე რომ დამპატიჟებთ ინტერვიუზე, მე მოგიყვებით, იმიტომ რომ 2 წელიწადში ეს ჩემი გეგმები უნდა განხორციელდეს. რაც ახლა კონკრეტულად მაქვს, ესე. რაც გინდოდათ, ყველაფერი გააქვთ. ხო, მაქვს და ძალიან კარგი. კი. ყველაზე მეტად რისი გეშინიათ? რისი მეშინია? მე პირადად ესეთი შიშები ძალიან მეშინია ჭექაქუხილის, თუ ფობიებზე ვილაპარაკებთ. ისე მეშინია ჭექაქუხილის. ისე მეშინია ჭექაქუხილის, რომ აი მართლა ვერ ვხსნი. აი ახლაც კი ხელის გულები აი გამიოფლიან და ძალიან. მაგრამ სხვა შიშებს რაც შეეხება, გარდაცვალების არ მეშინია, აღარ მეშინია. გადალახეთ? იმიტომ კი არა რომ გარდავიცვალე და მე გავცოცხლდი და იმიტომ აღარ მეშინია. არა, გარდაცვალების იმიტომ აღარ მეშინია, რომ იქ აუცილებლად მჯერა იმ სამყაროს არსებობის და იქ ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც ძალიან მენატრება. ვნახავ და იქ არაფერი საშიში არ არის. და იქ ჩვეულებრივად ხდება ცხოვრება, სიცოცხლე გრძელდება. ისტერიული შიში მაქვს, რომ ჩემი შვილები იყვნენ კარგად. პირველი, ანუ სია ხო გრძელია ხოლმე. ჩემი შვილები, მეუღლე, მამა, დები, ოჯახსწრები, მეგობრები, ნუ ვინც მიყვარს. მაგრამ ამ სიაში რა თქმა უნდა პირველები არიან ჩემი შვილები. აი თუ რამეს დავარქმევდი შიშს, ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩემ შვილებს უკავშირდებათ და ოჯახის წევრებს რა. შვილებთან კაცი ხართ? შვილებთან არ ვიცი, თან მკაცრიც ვარ. თან ძალიან ჯიგარი დედიკოც ვარ. ასე მგონია. მე არ ვიცი ხლა ისინი ჩემ ზურგს უკან ასჭორაობენ ხოლმე თუ როცა გაბრაზებულები არიან ჩემზე და მაგრამ ხშირად მე მგონი არ ბრაზდებიან, იმიტომ რომ საუბრობთ ხოლმე ბევრს და რო ვატყობ სახეზე რაღაცნაირ წყენას ან განაწყენებას, აი მართლა როგორც დიდ ადამიანებს ისე ველაპარაკებ და თვითონ ჩემზე დიდი ადამიანებივით მელაპარაკებიან, უფრო ჩვენთან არის უფრო მეტი დისციპლინა. მე აი დისციპლინა ეს არის სწავლის საკითხში, რეჟიმი, ჰიგიენა, ანუ დისციპლინა არის ნომერ პირველი. თუ ეს სიმკაცრეა, მაშინ მკაცრი ვარ. რა ვიცი. კი ბატონო.
თქვენი პროფესიიდან ხო არ გადმოგვყავთ ეგ დისციპლინა? ესეც არის, ხო, იმიტომ რომ ჩემს პროფესიაში და ზოგადად ჩვენს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინა. თუ დისციპლინირებული არ ხარ არტისტი, ძალიან რთულია რომ რაღაცას მოაბა თავი. ის სხვა რამეა რაღაცა ისეთი შემოქმედებითი აბნეულობა, ვერ ვიტყვი რუსულად უფრო კარგად გამოითქმება, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი რამე არ დაგვაბრალონ. ხო, მართლა, ესე. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. ხო, არსებობს აი კარგი გამომხატველი არა ჩვენს ენაზე, შეიძლება ჩვენს ენაზეც არის, მაგრამ მე არ ვიცი. ხო, დისციპლინა არის 50% იმისთვის, რომ გააკეთო საქმე, ბოლომდე მიიყვანო შენი მიზანი და რა ვიცი, მინიმუმ პატივისცემა ადამიანების, როცა ცხოვრობ დისციპლინით. როცა გიბარებენ 2 საათზე, რომ მიდიხარ 2:08 აკლია, პირობითად ვამბობ რა, მარტივი ამბავია და დისციპლინირებულად რომ გადიხარ სახლიდან, დისციპლინირებულად რომ მიდიხარ რეპეტიციაზე ან ჩაწერაზე, მომზადებული ნამეცადინები გააზრებული, რა ვიცი ხო, კარგი რამეა მე მგონი. ძალიან. ბევრგან გაქვთ მასაუბრები პოპულარობის დადებით მხარეებს. დიახ. მე მაინტერესებს ახლა უარყოფითი მხარეები რა არის? ხო, დადებითი მართლა ბევრი აქვს, მაგრამ არ ვიცი დადებითი უფრო ბევრი აქვს თუ უარყოფითი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ დადებითი უფრო მეტი აქვს. კი ბატონო. ქედმაღალი ვარ? არა. რა ვიცი, ხო. პირდაპირ. გულწრფელი. უარყოფითი აქვს რა, უარყოფითი პრინციპში ალბათ შორიდან რაღაცები სხვანაირად ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან კონკრეტულად ჩემს თავს ავიღებ ნიმუშად რა. მე უარყოფით მხარეებს იცით რა არ შეუწუხები ვარ? რა თქმა უნდა, აქვს. აი თუნდაც ქუჩაში ვერ გახვალ აი ეს რაღაცნაირად. მაღაზიაში ვერ ჩახვალ დილით. მაგრამ მე მაინც ჩავდივარ. ხო? რა თქმა უნდა. მე მაინც პიჟამოზე მოცმული რაღაცნაირი მოსაცმელით ბავშვები წამიყვანია სკოლაში, იმიტომ რომ დამგვიანებია თუ რაღაცა ეგეთი. არ და რა უცნაურია დისციპლინაზე ვლაპარაკობდი წინა კითხვაში, მაგრამ ასეთები ხდება ეხლა რომ ჩაგეძინება. ხო, ანუ ყოფილა ასე ხდება, მაგრამ მე ამას არ შევუწუხები ვარ. ეს ნორმალური რამეა. თუ ვიღაცა გელაპარაკება ნიშნის მოგებით, იმიტომ რომ გრძნობს რომ შენ უპირატესი ხარ მასზე და რაღაცა და ვერინელებს, ხო იცით ეს ხდება არ მიდეხ ამას შური და ბოღმა დავარქვა, მაგრამ ასე ქვია, მაგრამ ხო არის რომ აი რაღაცნაირად აი ვერ გადაყლაპა რა შენი წილი ნერწყვი, ეს ჩემთვის ნორმალურია, მე არ მაწუხებს პირიქით. დავეხმარები იმ ნერწყვის გადაყლაპვაში, აი ჩავარტყავ აი აქ რა, აი ხო იცი რომ უნდა გადაყლაპო და ზურგზე ხო, ეხლა ვხუმრობ რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში უარყოფითი აქვს რაღაცეები რა თქმა უნდა, მაგრამ მე რაღაცნაირად არ შევუწუხები ვარ. არ ვიცი, რამდენად მოგწონთ ეს პასუხი. შურზე ვისაუბრეთ უბრალოდ. სოციალურ ქსელმა ხელი შეუწყო ამ ბოლო დროს. ესე ვთქვათ, ბოღმის და შურის გამოხატვას. კი. რატო ხდება თქვენი ასეთ ეგრე? ადრე ეგრე არ ჩანდა. მე მგონი ძალიან ბევრი დრო აქვს ამ ადამიანებს, რომ მე ვერ ვხვდები საათობით როგორ შეიძლება ამდენი კომენტარი წერო, რატო გაქვს ამდენი დრო? როგორ დავიჯერო რომ სახლი უკვე ისე გაქვს დალაგებული, რომ ამისთვის გცალია? ან როგორ დავიჯერო შვილები ისე ყავს მოვლილი ოჯახი, რომ ამდენი საათი გცალია ვიღაცას როლანდღო? ან სამსახურში ყველაფერი ისე კარგად გაქვს და ისეთი ნამეცადინები ხარ ბრჭყალებში, რომ ამდენი საათი დრო გაქვს, ანუ ბევრი დრო აქვს. თან მე ერთი რამე, აი რისგანაც იცლები, აი რა ბოღმისგანაც იცლები, იგივე ბოღმით ივსები. არ მგონია მე რომ ეგ ადამიანები, მე ისე ანუ ბოღმას რო დაცლიან სიყვარულით ივსებოდნენ და დადებითის გამოხატვა უფრო მარტივი ხომ უნდა იყოს. კი. წესით. დადებითი ამბავი. ზოგადად ხო არ უხარიათ შენი სიხარული ადამიანებს ნაკლებად უხარიათ. ხო, ეს მე მესმის მათიც. აი მართლა მესმის. აი გეტყვი, იმიტომ რომ სადღაც თავის დროზე კარგად ვერ დაგეგმეს თავის ცხოვრება.
აჰა. საკუთარ ცხოვრებაზე გაბრაზებულები კი, რაღაცამ შეუშალა ხელი. სადღაც არ ეყო გონიერება რაღაცა სწორად გაეკეთებინა. მისთვის სწორად, თორე რა არის სწორი, არასწორი, ესეც ხო პირობითობაა. და მე ძალიან ვუთანაგრძნობ ხოლმე ასეთ ადამიანებს გულწრფელად მართლა, იმიტომ რომ ისინი რო კარგად იყვნენ, ხო ამდენ ცუდს არ ილაპარაკებენ, არ მოუნდებათ. პირიქით, შენ რო კარგად ხარ, კომფორტში რო გრძნობ თავს და კომფორტულად ცხოვრობ, არ გულისხმობ რაღაცა სოციალურ მდგომარეობას, შინაგან მდგომარეობას. არ არსებობს, რომ სხვისი კარგად ყოფნაც არ გაგიხარდეს. პირიქით გიორმაგდება. ან ხო არ ვიცი. რა ტეხავს? ბევრი რამე ტეხავს რა. აი, ბევრი რამე ტეხავს. ტეხავს თითის გაშვერა. ტეხავს ის, რომ შენ მე დამიდგინო რაღაცა საზღვრები, როგორ მოვიქცე, როგორ ვილაპარაკო, რა სად უნდა დავდგე, სად ჩამოვჯდე, სად აი ესენი ტეხავს, იმიტომ რომ არავის ამის უფლება არ აქვს. ერთმანეთის საქმეში სხვირის ჩაყოფა ძალიან ტეხავს, უარგუმენტოდ, გაუმართლებლად და ხო, რა ვიცი, ბევრი რამე ტეხავს. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი და იცხოვროს ისე, როგორც მონია თვითონ ხო, სწორად. ჩემთვის ეგ არის თავარი. სხვა ადამიანი რო იყოთ საკუთარ თავთან თუ იმეგობრებდეთ. რატო არა? კი, დამაინტერესებდა ჩემთან მეგობრობა თათულისთან, ხო, დამაინტერესებდა. რავი, რატო არა? ვცდიდი. მოვსინჯავდი. შუაქალაქზე ყველა კითხვა აქვს ყველა ფორმაში დასმული. და მე დღეს შევეცდები ერთი კითხვა დავსვა მხოლოდ. თქვენი აზრით, რატო არ გაამართლა შუაქალაქმა 10 წლის შემდეგ? თქვენ ასე ფიქრობთ, რომ არ გაამართლა? იმასთან შედარებით კი? თუ შედარებითობას ავიღებთ, არ გაამართლა უფრო ხმამაღალი ნათქვამია, ვიდრე ვიტყოდი, რომ ისეთი მაგარი ვერ გამოვიდა. კი ბატონო, როგორც პირველი. კი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს შედარებითობა გვღუპავს ხოლმე ზოგადად რა. ხო, მაგრამ არასოდეს როგორც ადამიანები არ უნდა შეადარო ერთმანეთს, ისე რაღაცეები არ უნდა შეადარო ერთმანეთს. ჩემი დამოკიდებულება ასეთია. უწრფელად კითხოთ, აი დარწმუნებული ვარ, გინახავთ ფილმი, ძალიან მოგეწონათ. მე მეორე ნაწილი გამოვიდა და ის არ მოგეწონათ ისე, ან ცუდი არ იყო, მაგრამ ისე არ მოგეწონათ. ხო, გქონიათ ეგეთი? კი. ზუსტად იგივეა შუაქალაქი 10 წლის ხო, შეიძლება, მაგრამ რა ვიცი, ხო, არ ვიცი. მე ვერ ვიღებ იცი ამას, ეგოისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ იქ რაღაცები იყო ძალიან, რა თქმა უნდა, ისეთი სიგიჟე არ იყო, როგორიც, მაგრამ და პირველად არ ვისმენ ამას თქვენგან. მაგრამ აი პირველი შუაქალაქი რო არ ყოფილიყო და 10 წლის მერე რო ყოფილიყო, იცით როგორ გაამართლებდა? ხო და ჩემთვის ეს საკმარისი არგუმენტია. გასაგები. ისე მსახიობებს თუ ქონდათ იგივე ენთუზიაზმი? აი თუ გახსოვს შეგიძლიათ კლუბში. ალბათ კი, ალბათ. ნუ ეხლა რა თქმა უნდა შეიძლება იგივე განცდა არ გქონდა და ღელვა და ნერვიულობა, იმიტომ რომ რაღაცები ჩვენ ძალიან დიდი სკოლა გავიარეთ რეალურად, მოდი ასე ვიტყვი. მაგრამ იგივე ენთუზიაზმი, თუ მე დღემდე მაქვს იგივე ენთუზიაზმი ნებისმიერ კამერის აი ეს წითელი შუქი რო ინთება, აი აქაც თქვენთანაც აი ეს ანუ არ შემიძლია აუ მე უკვე ჩემი გასაკეთებელი ანუ ვერ გამოვა, არ შემიძლია. კი, მე მგონია, რომ როგორც მე მგონია, ისინიც ისე, ხო. კი ბატონო, იგივე დამოკიდებულებით არის. ხო, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები არიან და კარგად ვიცნობ ყოველ შემთხვევაში. თუ ყოფილა ეგეთი მომენტი, როდესაც როლის შესრულება არ გინდოდათ, მაგრამ მოგიწიათ, რომ შეგესრულებინათ. ალბათ უფრო ადრე რაღაცები იყო ეგეთი თეატრში, მაგრამ მოკლევადიანით გამოსულა და ახლა ზუსტად მაქვს ის ეტაპი და ის ამბავი, რომ თუ რაღაც არ მინდა, მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვთქვა ძალიან კულტურულად არ მცალია. არ მცალი.
არ მცალია და მართლა არ მცალია ხოლმე, მაგრამ თუ გინდა ხო მაინც მოიცლი. მაგრამ აი მარტივად ამბობ ხოლმე არ მცალია. არას თქმა შეგიძლიათ? კი. კი ხო? კი, რა თქმა უნდა. ეგ ძალიან საჭირო უნარი იქნება მსახიობებისთვის. ზოგადად ადამიანისთვის არა ერთ-ერთი, ოღონდ ამ არას უნდა კონდეს არგუმენტი, დასაბუთება, შეიძლება ვინმეს ესე არ დაუსაბუთო, მაგრამ შენ თავთან ახლა მარტო უბრალოდ არა. ხო, რატო არ უნდა შეგეძლოს არას თქმა? მაგრამ შენი თავისი იმედი უნდა გქონდეს ბევრ რამეში, რომ არას გქონდეს ფასი. და მე არ ინერვიულო იმ არას თქმაზე. ძალიან ბევრი ფანი გიყოთ. კაი რა. იმდევარი. კი, როგორ არა. კი. მე მაისურებითაც მინახავს ხალხი ქუჩაში. კი, ბოლუზარებზე ეთქვა შარშან. თქვენი ფრაზებით. შარშან 2012 წლიდან. ხო და მე შარშან აღმოვაჩინე. კი, უცებ მოდიოდა გოგონა ერთ-ერთ სკოლასთან და მე 10 თეთრი პერანგი აქ დაწერილებ და ზურგზე მე რანაცნობის. მე თამარღლანდი ახ გავგიჟდი რომ ანუ რანაირად ხო შენი სკოლის დამთავრებაა და ის ხალი რა შუაშია მაგრამ ხო ნუ თქვენს ფანებთან თუ ქონიათ კონფლიქტი კონფლიქტი არა რატო არა ხო არა ან ფოტოს გამო ან რაღაც კაცო და არ გვინდა ამდენი ფოტო ეგეთ კონფლიქტს არ ქონია არა აი რატო ხა ადამიანს როცა უყვარ ხარ კი ყოფილა ხანდახან გადაჭარბებული აი რომ მიფიქრა რა ვაიმე ახლა ეს ზედმეტია მაგრამ როგორ გავბედავ როგორ ვაკადრო რომ არა რატო პირიქით რა მადლობა თქვი უწფელოდ რომ მე ძალიან ბევრი ინტერვიუ წამიკითხოთ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის ხო თითქოს საერთოდ თქვამი რომ აი დაიღალნე ეს არასებობს ხო? და რაღაცები არის დამღლელი, იცი რა არის დამღლელი, რომ აი მაგალითად ერთი და იგი დღესაც შოკოლადს არიღებთ? შოკოლადს არ აგრძელებთ? რაღაც მომენტში შეიძლება იყოს დამღლელი, მაგრამ როგორ შეიძლება რომ ამან ვაიმე დავიღალე ხა ეს კითხვა აღარ დამისვა. ანუ არა პირიქით რა, ერთი ამბავია რომ უნდა გიხაროდეს, მადლობაც უნდა თქვა რომ უყვარ ხარ. უანგაროთ, აი არ ვიცი, ხო რა ვიცი, ხა დამღლელი რა უნდა. მაგრამ მე მესმის რას ამბობენ. გააჩნია გამოხატვის ფორმებს. აი ვიღაც ყოფილა მაგალითად ნამდვილად აი უყვარ ხარ და უყვარ ვარ და აი რაღაც, მაგრამ აი რაღაცა ცოტა ესე რა და ერთი წუთი ბატონო თქვენ მეგიცნობთ მქონია ეს რა აი ძალიან ეგეც მესმის ძალიან შინაური მგონი ვარ იმიტომ რომ მართლა 18 წელი შუა ქალაქი არ მოხსნილა ეკრანიდან და მართლა ყოველას თავის მეზობელი მგონი ვარ ალბათ მაგრამ აი შეიძლება დამღლელი კი არა აი ცოტა არასასიამოვნო იყოს ეგ გამოხატვის ფორმა რომ აი ცოტა ესე რა შენა და კაი გოგო ხარ ამას რო გეტყვის აი მე რატომ ესაუბრებით ესე სულ მე მფიქრები მაგრამ ვუღიმი მაგრამ აი არის გამოხატვის ხერხები როცა ძალიან სხვანაირ მე არ ვამბობ რომ ხა რევერანსები მაგრამ აი უფრო სხვანაირად მაგრამ ჩვენ ხო არ შეგვიძლია მაგ დროს მითითებები მივცეთ ადამიანებს ისეთებს ვიღებთ როგორებიც არიან მორჩა ყველაზე მეტად რას აფასებთ ადამიანში რა ვიცი გააჩნია ადამიანს გააჩნია რა ურთიერთობაში ვარ მასთან თუ ზოგადი კითხვა რა თქმა უნდა ერთგულებას და სინდის. სინდისი უნდა კონდეს ადამიანს. როცა ადამიანს სინდისი აქვს, შეიძლება მას რაღაც შეეშალოს, რაღაც არ გამოუვიდეს, რაღაცა გაწყენინოს, მაგრამ სინდისი აქვს. ბოდიშსაც მოიხდის, მიხვდება მის დანაშაულს და რა ვიცი, მე ყველაფერი ლაგდება. სინდისი რო აქვს ადამიანს უკვე ძალიან კარგია. დანარჩენი ყველაფერი არის პირობითი და დანარჩენი ყველაფერი არის აი როგორ გითხრა ურთიერთობას გააჩნია და სიტუაციას. მე თუ დღეს მგონია რომ მეგობარს დღევანდელი გადასახედიდან რამეს არ ვაპატიებ, ხვალ შეიძლება ვაპატიო. ამიტომ ეგეც ისეთია რა, არ ვიცი. და ზოგადად მგონია რომ კონდეს ისე. კი, აბა რა, და მგონია რომ ყველაფრის პატიება შესაძლებელია. ყველაფრის? ყველაფრის რა, ნუ აი რა ვსგვეხა, ნუ კაცი რომ მოკლა ეს უპატიებელი ამბავია, მაგრამ ჩვენ ხო ახლა ამ მძიმე თემაზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობ ურთიერთობაში შეცდომებზე. შეცდომებსაც აქვს თავისი სიმძიმეები, მაგრამ აი როგორ გითხრათ რა, სულ მინდა ხოლმე რომ
აი ის აი შეეშალა რაღაცა მაწყენინა. რომ აი ის მდგომარეობა, აი რატო? ანუ რატო? იქნებ იმას ისეთი გამართლება აქვს და იქნებ ის ისე დაიბნა იმ წუთას, ან იქნებ ისე არ უნდოდა გამოვიდა თუ შეგნებულად გააკეთა ზუსტად მე მან სინდის მივყავართ იმ სინდის რო უნდა კონდეს იმ სინდისთან. ხო და რა ვიცი, რატო არ შეიძლება ყველაფრის პატიება? ხა ღალატს ვერ ვაპატიებ, ეგ ხა ყველამ ვიცით რომ ღალატს არ ვპატიობთ ქმრებს და ცოლებს. ხო და მეგობარი თუ გვიღალატებს, ღმერთმა გაუმარჯოს, რა ვიცი. თუ ძალით არ გვიღალატა? შემთხვევით ღალატი ხო არსებობს მეგობრობის ურთიერთობაში? არ ვიცი. ხო, აი ხო არის რომ ღალატს ერთადერთი ღალატს ვერ ვაპატიებ ჩემს მეორე ნახევარს. კი ბატონო. მაგრამ მეგობარს ხო. ვაპატიებ და გავუშვებ. აბარა. ეგ პატიებად ითვლება? აბარა. რა თქმა უნდა მთელი ცხოვრება ის ბოღმა მკლავდეს, მე რა ამან აპატია და გავუშვი. უბრალოდ ახლოს აღარ უნდა გყავდეს, რა თქმა უნდა. რა იყო თქვენ ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც საკუთარ თავთან არ აღიარეთ? მაგრამ იცოდით რომ შესაძლოა იყო. რა ვიცი, ხა ალბათ რამე კონკრეტული ფაქტი უნდა გამახსენდეს. შეცდომა. ეგ ეხა ისეთ კარგ პასუხს გაგცემდათ ჩემი მეუღლემ. როცა ვკამათობთ ხოლმე და ჩვეულებრივი ამბავია ეს. მე ამჯერა ოჯახებში რო მე აუცილებლად როცა ვსხდებით და ვსაუბრობთ რომ ეხლა შენ იცი რა და შენ რაღაცა იქვე პირველი ტექსტი მისი ესეთია ხოლმე ასეთია რომ შენ ეს იცი მაგრამ არ აღიარებ. რა თქმა უნდა არ ვაღიარებ იმიტომ რომ ჯიუტი ვარ. ჯიუტი ხარ? კი რა თქმა უნდა ვარ. მაგრამ ეს ჩემი სიჯუტე ხან რაღაცებში მეხმარება. მაგრამ ჩემი სიჯუტე მხოლოდ მიშკას უშლის ნერვებს, ჩემს მეუღლეს. დანარჩენს არავის. ხო. რა ვიცი, აი მარტივად რო გითხრათ. ხო, მაგრამ პირველ რიგში ხო თქვენს მეუღლეს არ უნდა მოიშალოს ნერვები. ხო, მაგრამ მეუღლე ხო აბარისთვის არის. რისთვის ვუყვარვარ და მიყვარს, რომ გავუძლოთ ერთმანეთს, აი ამ ჩვენი სისუსტეებით, ეს ხო ნორმალური ამბავია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით რაღაც რას, მაგრამ ხო რა, აი ასეა. არ მიყვარს გაპრანჭულ, აი ყველაფერზე გაპრანჭულად საუბარი, რომ აი ახლა ჩვენ არასოდეს არ ვკამათობთ, ან ყველაფერზე ერთ აზრზე ვართ, ან არაფერზე ერთი აზრი არ გვაქვს. არაფერზე უმრავლეს შემთხვევაში და კამათობთ არ ნიშნავს ჩხუბს და ხმამაღალ ჩართულობას. კამათი რა, კომუნიკაცია. საუბარი და მე მოვთ ჭეშმარიტებამდე. კი, მე საუბარი ცოტა მძაფრდება ხოლმე, მაგრამ მე მაინც ვწყნარდები. კი ბატონო, ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვიკითხე, რომ თქვენი ცხოვრების გამოწვევა რომ არ დაითანხმოთ რაღაცებს. ხო? კი ბატონო. არ დავეთანხმო? გააჩნია რას? სიჯუტის ბრალი ხო არ არის ეგეც? კი, მაგრამ გააჩნია რას არ და აი რაღაცებს რა არის, რომ კატეგორიულად არ დავეთანხმები. ზუსტად გეტყვით, ჩემი პრინციპია, რომ რაღაცებს არ დავეთანხმო ესე წერა. ალბათ, არა, კონტექსტიდან არის ახლა ეგ გამოგლეჯილი, რაღაცაზე იქნებოდა საუბარი, თორე არ დავეთანხმები კატეგორიულად არა პროფესიონალიზმს რაღაცებს კატეგორიულად არა. ხო, ეგ ნორმალურია, მაგრამ გააჩნია რას გულისხმობთ. არა, მე უბრალოდ მაინტერესებდა ეგ პრინციპი, ამოგლეჯილი როგორც ალბათ, იმიტომ რომ ეხა ესე ჰაერზე რაღაცა გამოვდექი და ვთქვი, რომ კატეგორიულად ჩემი თვითმიზანია, რომ კატეგორიულად რაღაცას არ დავეთანხმო, რა ვიცი, სიგიჟე მგონია, განარახასიათზე ვიყავი, ან რა წინაპირობა მქონდა, რომ ეგ ვთქვი, თუმცა ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ არ მგონია. ალბათ რაღაცა ციდან გამომდინარე. თქვენ სიჯუტეს პროფესიაში თუ შეუშლია ხელი? პროფესიაში ხელი ალბათ არ შეუშლია. არც ეგეთი ჯიუტი ვარ, რომ მე ხელი შევიშალო ჩემი სიჯუტით. უბრალოდ კარგად ვიცი, სად გამოვიყენო ეგ სიჯუტე რა. ამასაც გამოყენება უნდა. მაგრამ მაგ გამოყენებასაც გამოცდილებები უნდა, რაღაცა გააზრება, რაღაცა ცხოვრების რაღაცა ეტაპების გავლა.
და მე იაზრებ მაგ სიჯიუტეს. მე თვითონვე დამითრგუნავს ჩემი სიჯიუტე რაღაცეებში, აი იქვე რომ მივხვდით რომ აი არა ეხლა და აი თავთან რო ბრძოლა გაქვს. ეს ნორმალური რა მგონია რა, იმიტომ რომ აბა გამოცდილებები რისთვის გვინდა? ხო უნდა გავიზარდოთ რაღაცნაირად ადამიანები რაღაცეებში ვიღაცეებთან და ეს ანუ ჩვეულებრივი ამბავი მგონია რა, პროცესი, რომ რაღაცა სიბერემდე მიხვიდე ცოტა უფრო დაჭკვიანად. აღვინებული. ხო, დაბრძენებული ვიტყოდი, არ ვიცი რამდენად ბრძენი ვიქნებით ყველანი სიბერეში, მაგრამ ჩვენ ხო ასე გვეგონება და სურვილი ხო მიგვაქვს. ეხლა რო იწყებდით კარიერას, ისე მსახიობი იქნებოდით? რა თქმა უნდა. თქვენი ოცნების პროფესია იყო ბავშვობიდან? აი, არ არსებობდა სხვა რამე. აი, გავახილე ალბათ თვალი, ნუ ვერ ვიტყოდი. აი, ხო, აი, კი. თქვით რომ გეგმავთ ცხოვრებას, მაგრამ ოცნება რა იყო? აი, ბავშვობის ოცნება. მსახიობობა და ვარ, კი. და ძალიან ბედნიერი. კი, ძალიან ბედნიერია და მე სულ ვამბობ, რომ მე ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი. საკუთარ თავთან საერთოდ არ გქონიათ ისე რომ რა მინდოდა? არა, რომ გვაბრაზებულა რაღაცაზე, აი, რაღაცა წყალმა წაიღოს, აი, რაღაცაზე, მაგრამ ეს იმ წამიერია რა, მაგრამ არა, ამის გარეშე, რა ვიცი, არ წარმომიდგენია. ახალგაზრდა მსახიობებს რას ურჩევთ? ვინც ახლა იწყებს? რთული პროფესია ძალიან. ეკრანზე ყოფნის იქით ძალიან ბევრი შრომაა. ძალიან თუ გინდა რომ რაღაცა გარკვეულ საფეხურამდე იყო მისული, ბევრი შრომაა, ბევრი იმედგაცრუება და ამისთვის მზად უნდა იყო, ბევრი გამარჯვებაც არის და ამისთვისაც მზად უნდა იყო, მარტო იმედგაცრუებას არ უნდა შეგუება და გააზრება, გამარჯვებას უნდა კარგი გააზრება და შეგუება, რომ მე იქ რამე არ დაგემართოს. და მანდ უფრო საჭიროა სწორი, როგორ თქვა, დამოკიდებულებები სამყაროს მიმართ რაღაცაზე რომ იმარჯვებ და რაღაცა რომ ძალიან კარგი ხდება შენს ცხოვრებაში, რომ ეს სწორად გაიაზრო, სწორად ადაპტირდე, იმიტომ რომ დიდი შანსია დაიღუპო. ბევრი შრომა რა, გამძლეობა და ყველაფრისთვის მზად ყოფნა, მაგრამ ყველაფერზე არ უნდა წახვიდეთ. ყველაფერზე არ უნდა წახვიდეთ. არა, რა თქმა უნდა. არა. ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მაგრამ ყველაფერზე არ უნდა მოაწერო ხელი, როგორც ამბობენ. ეს ფრაზაა ცნობილი ასეთი. ბოლოში რო გავიდეთ, რთული დავალება მინდა მოგცეთ. თუ შეძლებთ. ნახოთ. ჩვენ ზოგადად ვეკითხებით სტუმრებს ტოპ 5-ს. თავის პროფესიიდან გამომდინარე. მსახიობს არ კითხავთ, იმიტომ რომ ზოგადად შეგიძლიათ გადახვიდეთ. ამიტომ მე მაინტერესებს თქვენი ტოპ 5 გმირი შუაქალაქიდან ვინ იქნებოდა? დუმილის უფლება არ მაქვს? რავი, არც ეს სტუმარს არ გამოვა. სასამართლოში აქვს დუმილის უფლება და ინტერვიუზე რატო არა? არ გამოვა ეგ საქმე, რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი მოსაზრება, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ ყველა ტოპ იყო. ყველა ტოპ. მე პერსონაჟზე მაქვს საუბარი და არა მსახიობზე. პერსონაჟი ყველა, აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი საჭირო იყო. შესაძლოა ვინმეს უფრო მეტი რეიტინგი ქონოდა მაყურებელში. აი თქვენ რომელიც მოგწონდათ. ხო და მაგას ვამბობ. ერთი წუთი. ნახე, შეიძლება მაყურებლის თვალით ვიღაცა პერსონაჟს უფრო მეტი რეიტინგი ქონდა, მაგრამ ვიღაცას უფრო ნაკლები. ვიღაცას უფრო საშუალო, მაგრამ ყველა საჭიროა ისევე როგორც ეხლა რაღაცას რო ვიტყვი, მე ეს იაზვობაში არ გამომივიდეს, ისევე როგორც თეატრში, როცა თამაშობენ მთავარ როლებს, მასიური სცენებისთვის, მასოვკას, რასაც ეძახიან. ის მსახიობებიც ხო საჭირონი არიან. რა თქმა უნდა, თორე არ შედგება. გამარჯობა. აქაც იგივე პრინციპია, თუმცა მე არ ვამბობ, აქ ვინმე მასოვკა იყო, ან არა. აი ეს ვინც ვიყავით, ჩემთვის ყველა ტოპ იყო. ყველა პერსონაჟი აუცილებელი იყო. კი ბატონო, ძალიან კარგი შემოვლა იყო. არიდით კითხვას და. მაშინ ფილმი მაინც ურჩიოთ 5 თქვენს მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად სათაური ესე არ ვიცი. ვფიქრობ, რომ კინოხელოვნებას ვინც უნდა ეზიაროს და დაუშვათ ხო, აი ახლა იწყებდეს, რომ რა არის ეს კინემატოგრაფია თუ რა ხდება
ჩემთვის აი ნომერ პირველი, აი როგორ გითხრა, საგანძური, აი წიგნივით რო გადაშლი, აუცილებლად ჩარლი ჩაპლინი უნდა ნახო. ჩარლი ჩაპლინი? ხო, ეს არის დედაენა. კინემატოგრაფიის, აი დედაენა, აია, ანუ რას გულისხმობ, უსიტყვო, უტექსტო ეჭვდები სამსახიობო ოსტატობის, რაც არის ურთულესი და ეს არის კინო. ეს არის კინო. მე ჩემთვის აი ჩემთვის ევროპული კინო მიყვარს, ანუ ხო, ფელინის ბევრი ფილმი მიყვარს და ჩემთვის ფელინი არის კინო. კაბირიას ღამეები, ანუ ჩარლი ჩაპლინის, ანუ კინემატოგრაფია დედაენა, შევთანხმდით. 5 უნდა ვთქვა, ხო? კაბირიას ღამეები, სადაც თამაშობს მისი ცოლი, ფელინის ცოლი, ჯულიეტა მაზინა და თუ გვინდა რომ ნახოთ კინემატოგრაფიაში ოსტატობა რა არის, ეს არის. ნუ აღარ ვამბობ ამარკორდი და ასე შემდეგ, აი ყველაზე ჩემთვის აი სამაგიდო წიგნი და სამაგიდო ფილმი თუ აი რაღაც ასე ვამბობ, ხო? ნათლი მამა არის მრავალსერიანი ფილმი, სერიალი, ეხლა შემოვიდა, თორე ადრე ჩემ დროს ფილმი ერქვა მრავალსერიანი ფილმი. აუცილებლად უნდა ნახო ნათლი მამა, კი, იმიტომ რომ ისეთი სამსახიობო ოსტატობაა იქ და ეს ყველაფერი თავისი მარლონ ბრანდოებით და ალ პაჩინოებით, რო რა ვიცი ახლა. ერთხელ ამერიკაში, მე აი ვამბობ როგორ ხა უამრავი ფილმი არსებობს ძალიან ისეთი, მაგრამ აი მე რას ვფიქ ამ კითხვას რა განწყობით ვდგები, იცი რომ საიდან იწყება ჩემთვის, ანუ კინო ამბავი რა არის კინო, ხო აი ეს არის. რამდენი იყო ეს? 3. 4. 4. და მეხუთე ძალიან მიყვარს პედრო ალმოდოვარი, ძალიან და მის ერთ-ერთი ფილმი მიუხედავთ იმისა, რომ შეიძლება მისი ფილმი ყველაფერი დედაჩემის შესახებ უფრო პოპულარულია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ როგორც კინო ფილმი ესაუბრე მას უფრო ძლიერი ფილმია ჩემთვის. რა ვიცი, მე უფრო რეჟისორები გირჩიეთ, მე მგონი, რომ აი ნახეთ ფელინის ფილმები, ნახეთ პაზოლინი ამ შემთხვევაში არ ყოფილა, ალმოდო, ხო, აი არ ვიცი. ძალიან მიჭირს ახლა 5 ფილმი რანაირად უნდა ჩამოვთვალო, როცა სამყარომ შექმნა ამდენი გენიოსობა. ქართული ფილმი რო არ ვთქვი, ახლა დამწამებენ რამეს? არა მგონია. მოდი მე-6 იყოს. მოდი პირველი იყოს ქართული ფილმი. მოდი იყოს, ეს არ ამოჭრა. არა მოვჭრე. ჩვენ იმიტომ რომ რაღაც წავედი მსოფლიო კინოზე და არ შეიძლება რომ ქართული კინო არ ავღნიშნოთ. მე მაინტერესებს რომ მოსიტყვით. ჩემს უსაყვარლეს ფილმებს ვიტყვი, ეს არის ნატრის ხე. აი ნატრის ხე. გენიოსობა. ნატრის ხე. დიდი მწვანე-ველი. აი ჩემთვის ხო. რა ვიცი და კიდევ და სხვა ბევრი. ცისფერი მთები? ცისფერი მთები, ხო, მაგრამ აი არ ვიცი, ხა რაღაცა იქით წავედი უფრო რაღაცნაირად, ხო. ძალიან ასე ახლა შერეკილებიც ძალიან მაგარი. ხო, ბევრი, მაგრამ ჩემთვის აი ნატრის ხე არის ნომერ პირველი ფილმი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დღეს რო გვესტუმრე და მე კი ვიცოდი ძალიან ბუნებრივი და პირდაპირი ადამიანი რო იყავით, მაგრამ ახლა უფრო შეგეტყობ დღეს. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ყოველთვის არ არის კარგი პირდაპირობა. მაგ პირდაპირობასაც შეფუთვა უნდა. აჰა. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. თქვენს ასევე. კარგი მარჯვეც.